მოგესალმებით, რადიო იმედს უსმენთ და ჩვენი გადაცემა დროში მოგზაურობა არის ეთერში და ვფიქრობ დღევანდელი გადაცემა თემატურადაც პატრიარქთან დაკავშირებული მოგონებების ჭრილშიც ძალიან საინტერესოა და ისედაც ფაქტობრივად ეს არის დროში მოგზაურობა იმ ნაწილში და იმ პერიოდში, როდესაც შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი და 2024 წელს 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე ოფიციალურად გაიხსნა სამების საკათედრო ტაძარი. ოფიციალურად თუ გადავხედავთ მონაცემებს, ეს არის 8 წლიანი პერიოდი, 1996 წელს დაიწყო მისი შენება და 2004 წელს დასრულდა. ეს იყო საკმაოდ მასშტაბური წამოწყება და პატრიარქის იდეა, რადგან როგორც ყოველთვის მას შეეოდა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იდეით შემოსულიყო საზოგადოებაში, ისეთი იდეით, რომელიც ირგვლივ გაამთლიანებდა და გააერთიანებდა მთელ ქართველ ერს და სამების საკათედრო ტაძარი დღესაც უკვე ამ ყველაფრის სიმბოლოა და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ამ პანაშვიდის დღეებს, ამ მძიმე დღეებს ვაკვირდებოდით მართლა ფიზიკურად როგორ მოხდა ამ ხალხის გაერთიანება, სწორედ რომ სამების საკათედრო ტაძრის ირგვლივ მის ეზოში და იმ ტერიტორიაზე თუ რა რაოდენობის ადამიანი შეიკრიბა, ფიზიკურადაც და მეტაფიზიკურადაც რაღაცნაირად მთლიანად სრულყოფილი იქნა ის იდეა და ის ჩანაფიქრი, რაც ჩვენს პატრიარქს ჰქონდა. და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვიგონოთ ის პერიოდი თუ როგორ დაიგეგმა და როგორ ხორციელდებოდა და როგორ მუშაობდნენ პატრიარქი და მთელი გუნდი ერთად გახსნის დღეებზე, ტაძრის გახსნის ცერემონიალზე და ვფიქრობ საინტერესო მოგონებები გველის წინ ჩვენს ძვირფას სტუმართან ერთად, რომელიც უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა, გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი არის ჩვენი სტუმარი, ერთისვრ ძალიან იღბლიანი და გამართლებული ადამიანი, ალბათ, იმიტომ რომ იშვიათია ასეთ ეპოქალურ მომენტში მოგიწიოს ყოფნაც, საქმიანობაც და პირდაპირ კავშირი ისეთ მნიშვნელოვან ამბავთან, როგორც არის პატრიარქის ინიციატივა და სამების საკათედრო ტაძრის გახსნა, ყველაზე კულმინაციური მომენტი. გამარჯობა ბატონ გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. ახლა, როდესაც ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ამ ამბავს, ალბათ ძალიან მადლობელი უნდა იყოთ უფლის და იღბლის, რომ ეს დაუკავშირდა თქვენ სახელს, რა რამხელა სიხარულია გარდა მწუხარებისა. მწუხარებას გულისხმობ გარდაცვალებას. ძალიან დიდი ბედნიერება მარგუნა გამჩენმა, როდესაც ამ მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირდი. სიამოვნებით ვიმოგზაურებ ახლა დროში იმ პერიოდში საკმაოდ დიდი დრო გასულა და თითქოს გუშინ იყო ის პერიოდი, როდესაც ჩვენ და საბედნიეროდ ბატონმა აზარ ერქომაიშვილმა შემოთავაზა, რომ სამების ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით უნდა შევხვდროდი უწმინდეს და მე უწმინდესი გადაწყვეტავდა გავაგრძელებდით თუ არა ურთიერთობას. ანზორმა თქვენ შეგარჩიეთ. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ თქვენთვის შემოთავაზა. სურდა, რომ ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა რეჟისორი. ძალიან ბევრი რამე იყო იქ გასაკეთებელი და უთხრა ბატონ ანზორს, რომ ვინმე ხო არ გეგულებათ. და ბატონმა ანზორმა უთხრა, რომ გიორგი სიხარულიძეს მოვიყვან წარმოადგენ და მე მგონი მესის კანდიდატია, რომელიც თქვენს ძალიან დაგაკმაყოფილებთ და მოგეწონებათ და როგორც რა გითხრათ, რა პირველად რომ მისაღებ გამოცდაზე მივდიოდი და ვიცოდი, რომ მიხეილ თუმანიშვილთან უნდა შევცვალება ახლა პროფესიულ სივრცეში გამოცდას თუმანიშვილს აბარებ. თეატრის პატრიარქია, მოდი ესე თქვა პირდაპირ. პირდაპირ და ძალიან ნერვიულობდი მაშინ, როდესაც ბატონ მიშა შევხვდი და მიუხედავად იმისა, რომ იმის მერე უკვე მე რამოდენიმე სპექტაკლი მქონდა, საკმაოდ გამოცდილი ვიყავი. როდესაც უწმინდესთან მივედი, პატარა ბავშვით ნერვიულობდი და მან ეს შემამჩნია და თვითონ იქცა ბავშვებს. თვითონ საინტერესო ხო? სად იგრძენით ეს რაღაცა გარდასახვის მომენტი? არ ვიცი, საოცრად ჯერ ხო საოცარი ქარიზმა ჰქონდა, მე რაღაცა ურთიერთობაში ისე ალაგებდა, ისე ზუსტად გრძნობდა მაჯისცემას, შენსას, გულისცემას, ნაზრებს, ყველაფერს კითხულობდა. და მან ზუსტად გაიაზრა, რა მდგომარეობაში ვიყავი თქმა და ისე დამილაგა 3-4 წუთში უკვე პატარა ბავშვი თვითონ მისმენდა, აბა რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, რა კონცეფცია. და ესე აეწყო ურთიერთობა და იმდენად კარგად აეწყო ურთიერთობა და ისეთი საოცარი პერიოდი გავიარეთ, რომ
აი რაში მდგომარეობს ეს თვითონ უწმინდესმა ესეთი რამე გითხრა გვექნება საქმე თუ არ გვექნება საქმე და ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებ თუ არა ჩემი სურვილია რომ ყოველ დღე ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევხვდეთ და გავიაროთ სხვადასხვა საკითხები ან უბრალოდ შევხვდეთ ერთი თვე ეს კომისი და მე და ბატონ მანზურმა ბუნებრივია ყველა საქმე გადავდეთ და ჩვენ ვიცოდით რომ თავარი ახლა ეს მოვლენა იყო ჩვენთვის და ვიყავით ძალიან ბედნიერები რომ დილა იწყებოდა ჩვენი საპატრიარქოში ვიზიტი. ეს ერთი თვე არის უშუალოდ გახსნამდე, იმიტომ რომ თქვით რომ ნოემბერში გაიხსნა 23-ში. ანუ ოქტომბრიდან დაიწყო. ოქტომბრიდან დაიწყო, უბრალოდ მანამდე ჩვენ შევხვდით კონცეფციაზე ვისაუბრეთ, მონაწილეებზე ვისაუბრეთ, როგორ სხვათა შორის პირველი რაც შევთავაზე და ძალიან გამიხარდა რომ მიიღო მე არ ვიცოდი ეს შეიძლებოდა თუ არა, იმიტომ რომ იმდენ სპეციფიურია, კანონიკურია, ბევრი რამე რომ აი ესეთი რამე უთხარით თქვენო უწმინდესობა თუ შეიძლება რომ კარიბჭის კარი რომ გაიხსნება პირველი ბავშვები შემოვიდნენ და ძალიან გაიხარდა მითხრა რომ პირიქით აი ჩემი სურვილიც იყო ეს აი პირველი ვინც გადალახა აი ეს პირველი ნაბიჯი ზღურბლი ვინც გადალახა იყო იყვნენ ბავშვები. კარგი ჩანაფიქრია და ანუ ესე იგი თქვენი კონცეფცია და დავალება ასე ვთქვათ ის იყო რომ რა ჩანს კადრში ეს მიდის ტრანსლაცია გახსნის და უშუალოდ დადგმაც იმ ყველაფრის აი გარდა კანონიკური ბატონო CNN-ს მეყავდა პირდაპირ და შესაბამისად ეს იმდენად დროში უნდა ყოფილიყო გათვლილი ყველაფერი რომ მე მახსოვს პოლიციის ეს ვინც იყო მაშინ უფროსები და საპატრულო და მთელი ამბავი რაც იყო ყველასთან მქონდა ურთიერთობა გამომდინარე იქიდან რომ ზუსტად უნდა გამეთვალა რა მანძილს ანდომებდა რესპუბლიკის მოედნიდან სამების სტრატზრამდე ავტობუსი რომელთაც უნდა წაეყვანათ სტუმრები. შესაბამისად აი ამის რეპეტიციებიც კი მიდიოდა აი ავტობუსის რა მანძილს ამ მანძილს რა დროში დაფარავდა და აი გერმანულად ყველაფერი ქონდა გათვლილი და თან ეხა ეს არ არის ეხა ინფორმაციას რომ ვკითხულობ ეს არ არის მხოლოდ ტაძრის გახსნა ჯერ ერთი თავისთავად ეს ტაძარი რა მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ეს ერთი მაგრამ ამავდროულად ეს იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლის თავი და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავი ანუ ბევრი კომპონენტი ერთად ამიტომ დაამთხვია ამ ძალიან დიდ მოვლენას დაემთხვა მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით რომ ესეთი საოცარი მასშტაბური მოვლენა შედგა და ანუ თქვენ უნდა რაღაცნაირად გაგევლოთ იმ ბეწვის ხიდზე, რომ თან ეს კანონიკური წესები სად უნდა იყოს გალობა ლოცვა, სად უნდა იყოს აღვლენილი ხო, ეს ყველაფერი რომელ ხატთან მაგალითად ამბიონზე ასე შემდეგ და თან ცოტა თეატრალიზებული სანახაობაც. რა თქმა უნდა და აი ზუსტად მე როცა წვებოდი რაღაცას, ხო და ჩემ კონცეფციას რა ესე ვაპირებ იმ წუთას ვამოწმებდი და უწმინდესიც აი ზუსტად იქ ერეოდა და ზუსტად იქ გვაძლევდა იმ რჩევას, რაც აუცილებელი იყო და რაც ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელი იყო. გავიდა 22 წელი, ხო, ესე იგი 2004-ში გაიხსნა და ხა არის 26 წელი. ვიცით რა არ ყვები ხოლმე ერთი ესეთი ისტორია მინდა გავიხსენო, როგორც გითხარით, მთელი თვე გადავდეთ ყველაფერი მე და ბატონო ანზორმა, მაგრამ ერთ საღამოს აუცილებელი იყო რომ სუფრასთან მესულიყავთ, ესეთი მნიშვნელოვანი სუფრა იყო და ბატონი ანზორი ასავდა და მე დამავალა რომ აი ეხა შენ უნდა მიხედო ამ საქმეს. ანუ თქვენი თავით გადაიბარეთ და ბატონი ანზორიც. და საკმაოდ მომიწია ესე რა, კარგად შეზახოშტით. და დილით ჩვენ მე და ბატონი ანზორი ხვდებოდით კონკასთან. უწმინდესი ძალიან ადრე ადიოდა ხოლმე. დახედავდა სამებას. ანუ შენება როგორ მიმდინარეობდა ამას ამბობდა. ყოველდღე აი ესე, აი ბოლო თვეში განსაკუთრებით და შემდეგ უკვე მოდიოდა საპატრიარქოში, სადაც ხვდებოდით ჩვენ.
ხო და რო დამინახა ბატონმა ანზორმა რაღაცა ვერა ვარ კარგად ნაბახოს ელზე ესე და მოდი ნაბეღლავი ავიღოთ ორივე გურულები ვართ და პრიორიტეტი ნაბეღლას ხო ჯობიაო როგორც აწერია სარეკლამო განცხადებებში რო გავიაროთ თან ხა კონკიდან რა მანძილიც არის რო ცოტა მოფხიზლით მოკლედ შევედი აი ესეთ მდგომარეობაში უწმინდესთან და დილა იწყებოდა ესე ქალბატონი შორენა შემოდიოდა და გვეტყოდა ყავას მიირთმევთ თუ ჩაის მიირთმევთ და მე ყურში მაქვს ინტონაცია პატრიარქის გაგვიმასპინძლით შორენა როგორ ეუბნებოდა ხოლმე დიახ და ჩვენ რატოღაც ესე ვეუბნებოდით არ გვინდა ტრადიციულად შემოვიდა ქალბატონი შორენა ყავას მიირთმევთ თუ ჩაის და უწმინდესმა შორენა და დროს ყავა კონიაკი მოიდა და იქ გაცხადა და ყველაფერი ხო თურმე როგორც აღმოჩნდა რომ ჩამოვიდა იქიდან მანქანიდან დაგვინახა ნაბეღლავის ბოთლი მე მიხვდა რომ დილადრიან ნაბეღლავი რა დამალევინა სამი ჩიქა რაღაცა გენიალური კონიაკი ქონდა მას ხო და მე აი ეხლა დავიწყოთ გაიხსნაო ეხლა უკვე სივრცე სასაუბრო აი ეხლა შეგვიძლია რომ ვისაუბროთ და მოკლედ აი საოცარი პერიოდი გავიარე ეს ერთი თვის განმავლობაში და მოვიდა წინა დღე. აუ ეს რა საინტერესოა. დღე 22 ნოემბერია. 22 ნოემბერია და 22 ნოემბერს საღამოს რეპეტიცია მაქვს და ამინდი მკვეთრად შეიცვალა. შეიცვალა მკვეთრად და ყველაზე სახიფათო ის იყო რომ გარესივრცეში ხდება მთელი ეს მოქმედება მოგეხსენებათ სანამ ტაძარში შევალთ იქ გარეთ მთელი აპარატურა ყველაფერი გენამამიდობს ქონდა მოტანილი და თუნდაც აი ის კადრი რაც დაგეგმილი დოქტორ ბავშვები ჭიშკრიდან შედიან ეს ყველაფერი გარედან იწყება გარედან და იქაც უამრავი ხალხი მყავს ჩართული მონაწილეობას ღებულობდა 1000-მდე ადამიანი. დიახ. ინტერესო. თან ახლა რა მასშტაბია ხო? რა სიმაღლე და ეს უნდა ჩაეტიოს კადრში, განათება ხო გჭირდებათ საკმარისი, კარგი ამინდი. კი, ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული და ამინდი არ არის. იმ დონეზე შეიცვალა ამინდი რომ გათოვდა. ცეცა რას მეუბნებით? და ველოდებით ახლა რომ როგორ განვითარდება და რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს ეს თოვლიც, ნალექიც. აირია, საშინლად აირია ამინდი და უამრავი სტუმარია უკვე ჩამოსული. რომელსაც მასვინძლობენ ცხეთაში, უწმინდესი ციქარი და შორნას ველნები რომ უნდა შევხვდე, აუცილებლად უნდა შევხვდე, იმიტომ რომ გენა მეუნება აპარატურა უნდა მოხსნა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო არ მოხსნა, აი ამ მდგომარეობაში ხვალ ეს არ ივარგებს. და მეორეს ერთიც გაფუჭდება და ერთს ვერ გავაკეთებ. მოკლედ ალბათ გენერალური რეპეტიცია გავლილი გაქვთ და ყველა აპარატურის გარეშე, ხო. უკვე აპარატურის გარეშე და ვითავხედე, აი ეხლა რომ ფიქრობ, აი როგორ გავუბედე, რომ შორნას ველნები ღამის 2 საათი უნდა შევხვდე. ის ღამეა უკვე ხვალდილით უნდა გახსნათ. ხვალდილით 9 საათზე უკვე იწყება პირდაპირ ტრანსლაცია. და მე არ ვიციო გიორგიო, თვითონაც კი დაიბნა და მითხრა ხა შევალ უწმინდესთან და ვეტყვი დავლინიაო ხვალ ამ ხელა ის არის. გამოდის ალბათოინ შორენა და მეუბნება გელოდება. უი რას ამბობთ? მიხვდა ეთყობა რომ ძალიან გიჭირდათ და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. შევედი რამხელა არ ზამად, იცით პრობლემების რო აი რა გითხრა. წვიმა და კაბელი და დენი და ყველაფერი თუ კი რამე არის. სიგნალი და ჩამოწერილი მაქვს ეს აი მაშინ ხანომაში რო არის რა. გრაგნილსო ჩამოშლის. ხო. და ჩაიგითხეთ? თავიდან ბოლომდე ერთი 7 წუთი ვკითხულობდი მე მგონი და ბოლოს დამატო ესე თავზე ხელი და მეუბნება გიორგი ყველაფერი კარგად იქნება. აი რა მდგომარეობაში ხართ ანუ აი ხო და ნუ მე სიმართლე გითხრა რაღაცას ველოდი
აი რაღაცას ველოდი, რომ აი მეტყოდა რომ პლან B. შემოგთავაზებთ. დიახ, მაგრამ არა. აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მითხრა, მე როგორც გავაანალიზე და რაც მე გადამხდა მე ეს იყო. და აი აქ მივიდეთ. ეს ყველაფერი კარგად იქნება რაღაცა მადლი, ენერგეტიკა, სიმშვიდე, საოცარი ძალა, რომელიც მომეცა. ეს იყო ყველაფერი აი ღვთისგან, უწმინდესზე გადმოსული და უწმინდესისგან აი ესე თელი ენერგია წამოვიდა ჩემთან. გათენდა, დილა? გათენდა. როგორი? დილა გათენდა და გადაიღო თოვლმა. გენას ვეუბნები, რომ არსად არ წახვალ, მანქანაში დავჭე. ჩვენ იქ ადგილზე დავიძინოთ, არ გვინდა არაფერია, სახში არ წავიდეთ და კაცი გაგიჟებულია, როგორ რანაირად იქნება ყველაფერი კარგად. აუ, ეგ რა მაგარი მომენტია, თქვენ პატრიარქი გეუბნებათ ყველაზე კარგად, ყველაფერი კარგად იქნება და ეს თქვენ და გენას თქვენ ეუნებით ყველაფერი კარგად იქნებაო და არ ჯერა ალბათ. მე და გათენდა და იქ უამრავი ხალხი ამ დღეების განმავლობაშიც, როცა მე რეპეტიციები მქონდა ბოლო დღეები, მოდიოდნენ და აი ამ სარეპეტიციო პროცესსაც უყურებდნენ, იმიტომ ძალიან საინტერესო იყო იქ რაც ხდებოდა და მათ შორის იყო ჩემი მრევლი, მაშინ ანჩის ხატის მრევლი ვიყავი და აი ამ რეპეტიციების დროს ხან ერთი მოვიდა და ხან მეორე და გიორგი, აბა რაში დაგეხმაროთ და მადლობა, დიდი მადლობა, არაფერი, ჯერ არაფერი არ არის. როდესაც აი ესეთი უკვე ცაიტნოტია, იმიტომ რომ ძალიან მალე დაახლოებით 1 საათია თუ საათნახევარი, რომ აი უკვე შეიძლება აპარატურა დაეწყოს. ცოტა შეიკავა თოვლმა. გენა მეუბნება, რომ აი ამ ყველაფერს დაჭირდება მინიმუმ 3-4 საათი. და რა ვქნათ? ერთადერთი გამოსავალი არის, თუ ბევრი ადამიანი მოვა, დაგვეხმარება და ცოცხალი ჯაჭვი შეიქმნება. რომ გადავაწოდოთ და სწრაფად დაორგანიზდეს, ხო? აი მივედი ჩემ მრევლთან. აი მრევლისა. მიშველეთ ვეუბნები, აი ესეთი და ესეთი პრობლემა გვაქვს და იქ მსურველები რომ დასწრებოდნენ ამ ცერემონიას, იყო ძალიან ბევრი ადამიანი და პატრიარქმა ბრძანა რომ უპირატესობა მივანიჭოთო, ვინც მრევლია და სხვადასხვა ტაძრის მრევლია და როდესაც დაინახეს რომ ანჩის ხატის მრევლი ესე აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში, თორე მე ვეუბნები რომ დამეხმარეთ, სხვადასხვა ტაძრის მრევლიც მოვიდა. და გამთლიანდა ხალხი. გამთლიანდა, აი საოცარი სანახაობა იყო ჩემ და საბედნიეროდ გადაღებული მაქვს ეს კადრები და აუ, ეს არის ძვირფასი არქივი. ეხლა რა ფასი დაედო ამ არქივს მართლა. მერე? და ის რაც უნდა გავიკეთებინა რამოდენიმე საათში 40 წუთში მოხდა ეს ყველაფერი. და ეს იყო საოცარი მადლი და ძალით ნათელმოსილი და სხიმოსილი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ამას გრძნობდი, როგორ საათივით ეწყობოდა ეს ყველაფერი და 9 საათზე შემოკრა ზარმა გავხსენით კარიბჭე და ეს ყველაფერი დაიწყო. აი ეგ მომენტი ალბათ სააპარატოში იყავით, ალბათ ეს ვარაუდობ, არა, სად იყავით თქვენ? გარესივრცეში და აი მართლა შემოკრა ზარმა და ის თქვენი ჩანაფიქრი თავიდან რაც იყო, შევიდნენ ბავშვები და აი ყველაფერი გამოვიდა, ხო? აი რა შეგრძნება ან რა გაიფიქრეთ, ან აი რა მომენტია, როგორ შეიძლება ეს სიტყვებით ავხსნათ? აი როგორც ეხლა მიყვარხარ საქართველო, ესმის სრულიად საქართველოს და ძალიან დიდხანს გაყვება უწმინდესის ეს ხმა. გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს მესმოდა და ამას მე რეალურად ხედავდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო. უამრავი ადამიანი ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ, სხვადასხვა სივრცეში სტუდენტები განლაგებული მყავდა, იქ ერთი 25 ასისტენტი მყავდა, მარტო ჩემი სტუდენტები ბავშვი, გია აბესალაშვილი მეხმარებოდა ძალიან. ჩემი მეგობარი და ჩემი რა ვიცი, თუ კი რამე გავაკეთე ამ პერიოდის განმავლობაში, რაც პროფესიულ სივრცეში ვარ, უმეტესობა გიასთან. უერთგულესი და საამაყო მსახიობი ნამდვილად ჩვენი. ანუ მთელი მობილიზება და ჩართულობა იყო თქვენი ხალხის. საოცარი და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მე მანამდე არ ვიცნობდი პატრიარქს. და აი მე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც კი მოხდა
ჩემ ცხოვრებაში აი ვინიშნებოდი სამხატვრო ხელმძღვანელად ან რაღაცა ესეთი უნდა გამეკეთებინა რომ თვლიდი რომ კურთხევა იყო საჭირო მე უკვე უფლება მქონდა და უწმინდესის სურვილიც იყო ესე და მე ვგავდა რომ მოდი დახლოცავ კურთხევა აიღე და ერთ-ერთი ასეთი შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამე მე ქუთაისის თეატრში დავინიშნე ხელმძღვანელად და უწმინდესთან ავიღე კურთხევა და მითხრა რომ წადი და ეს არის ძალიან დიდი საქმე და აბა შენიცი დამლოცა და პირველი რაც გავაკეთე აფხაზეთის თემაზე იყო ბამბაზიის სამოთხე. ბამბაზიის სამოთხე ნინია სადღობელაშვილის არაჩვეულებრივი ნაწარმოების სცენური ვერსია. ესეთი წარმატებული სპექტაკლი გამოდგა ქუთაისში ვითამაშეთ 99 შლაგი. 823 ადამიანი ეტეოდა თეატრში და ნუ აი ეს იყო წარმოუდგენელი რამე რომ ქუთაისში და კიდე გასტროლი რამდენი იყო? ბევრი. თბილისში მაქვს ნანახი მახსოვს და ეს იყო ბილეთის შოვნა იყო, რა ვიცი, ურთულესი ამბავი ბამბაზიის სამოთხეზე მოხვდა. და ვარსიმაშვილი და ნახა ერთ-ერთი რიგითი სპექტაკლი და დარბაზში შეიხედა და ეს რა ხდება? არის რაღაც 50-ე თუ რაღაც 59 და ამიშალე სპექტაკლი გადაწყვიტა რომ მოდი ფილმი გადავიღოთ. აჰა. და რა თქმა უნდა მივედი უწმინდესთან და ვთხოვე რომ აი თუ შეიძლება ესე კურთხევა მინდა და რა თქმა უნდა უბრალოდ როდესაც გადაიღებთ ფილმს მაჩვენებთ. და ძალიან მნიშვნელოვანი დღე აი მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის იყო როდესაც ერთგვარი პრემიერა ქონდა უწმინდესისთვის მხოლოდ საპატრიარქოში მივედით და ვაჩვენეთ ფილმი. არ დამავიწყდება ეს დღე ყველა ვემზადებით რას ვეთქვის ახლა ფილმთან დაკავშირებით უწმინდესი პაუზა საათი და 10 წუთი არის ფილმი უყურეთ ყველა ერთად საპატრიარქოში და შემდეგ ველოდებით რას გვიტყვის და ამ პაუზაზე გაყინული ხართ ალბათ ყველა ხო? დიახ და დაიწყო ტირილი აი ესე ხმით ტირის აი ვერიკავებს თავს და ნუ დავიძაბეთ ყველანი ძალიან აი ესეთი სურათი მით უმეტეს უწმინდესთან მიმართებაში მე ნანახი არ მქონდა არსად და როგორც იქნა იქ ხელსახოცები მოუტანეს როგორც იქნა დაწყნარდა დამშვიდდა და რომ და დაიწყოს რაღაცა კითხვას და იგივე ისევ ტირილის რაღაცა ვაიმე რასა ნინია იქ არის ქუთაისის დასი იქ არის ბატონი ავთო მე მთელი და გაუგნებულები ესეთი უცხერდა რომ როგორც იქნა მე აი მოვიდა ისე რომ რაღაცა ორი სიტყვა კითხვას და აი ეს არის უკვე ჩემი შეფასება და ეს არის თქვენთვის ყველაზე დიდი მეტი შეფასება რომ ხო და მაინც ესე დამიძახა ჩამეხუტა და განსაკუთრებით მამას მოეფერე მითხრა იმიტომ რომ საოცარი მუსიკა ჟღერს ფილმში და აი ეს დღე არ დამავიწყდება იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისთავად რაც გვეტყოდა უწმინდესი და მერე ბევრი გვესაუბრა გურამ გაბისკირიაზე და ჟიული შარტავაზე აფხაზეთზე გვესაუბრა აქედან გამომდინარე ჩვენს ეროვნულ გმირებზე და ხო მართლა ძალიან ემოციური მომენტია რაც მოყევით ეხ გამახსენდა რომ უამრავი ადამიანი გვინახავს საპატრიარქოში მისული ვინც თვითონ ტირის პატრიარქის წინაშე მაგრამ ეს არის საპირისპირო რაც თქვენ მოყევით რომ თქვენ უყურებთ მას ტირამდგომ მდგომარეობაში ეს საერთოდ სხვა რამეა ეს იყო მაგრამ აქ ალბათ აფხაზეთის საკითხმაც ძალიან მოქმედა ვთქვათ რომ ბამბაზის სამოთხე აფხაზეთის თემაზე არის ძალიან მძიმე სპექტაკლი მძიმე რეალობის ამსახველი დიახ და როგორი მძიმეა დასაწყისი ნაწილი როდესაც კლასში რო კითხულობენ გვარებს ვინ ესწრება გაკვეთილს და უმრავლესობა არ არის და ეს არის სიმბოლურად ნაჩვენები გამქრალი ადამიანები აფხაზეთიდან საკურველი რა იყო ეს საოცარი ისტორია გაგვიზიარეთ რიგით აი რაღაც სპექტაკლზე დავპატიჟებდი და მოდიოდა აჰა აი მაგალითად ნაბადი გავხსენით
მიუხედავად იმისა, რომ არის სტილიზებული ფოლკლორის თეატრი, ნაბადი, ახალი იყო, სრულად ახალი იყო თეატრალურ სივრცეში. რუსთაველზე რომ იყო ხო თეატრალურთან? როცა გავხსენით და მე ვთქვი, რომ დავპატიჟებ უწმინდეს, არავე ხა აქ როგორ მოვაო, ანუ შეგრძნება იყო ესეთი, ვისაც ვეუბნებოდი, ვიცით რა დღეს მოვაო, არა ეხა აქ და მოდიოდა. მოდიოდა. იმიტომ რომ იმ სამებიდან ისეთი სიმები და ძაფები გაება თქვენ შორის ერთთვიანი ურთიერთობა როგორია. აი ვამბობდით რომ 22 წელი გავიდა სამების გახსნიდან. რამდენჯერ უნდა გაიხედოთ და გზად შეხედოთ სამებას და რაღაც ეს მარცვალი არ გაცოცხლოს თქვენში არა? ეს არის საოცარი. ეს ხო არასდროს არ დაგავიწყდეს. არასოდეს. იმიტომ რომ ისეთი ემოციური მდგომარეობა და ემოციური მახსოვრობა და ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია სხვა არაფერია თუ არა ემოციური. თუ ეს დაკარგე, მაშინ შენს პროფესიაშიც ადგილი არ აქვს. იმიტომ რომ ეს ემოციური მახსოვრობა, როდესაც მე შენს ენაზე გადაგაკ. და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ეპოქაში ასახავ იმას, რაც შენი ემოციური მახსოვრობაა. სამების გახსნის ეს საოცარი დღეები და ის მადლი, ეს ისეთი მახსოვრობა ჩემი ემოციური, რომელიც რაც არ უნდა დროში ვიმოგზაუროთ სხვადასხვა დროში მას თავისი ადგილი აქვს და ეს არასოდეს დაიკარგება. ისევე როგორც თავად სამებას, რომელსაც გადავხედავთ და რაღაც თბილისის შუაგულში, განსაკუთრებით ღამით, როგორც ჩანს ხოლმე, რომ ანათებს და კრავს მთელ ქალაქს და კრავს ჩვენს ერს. ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი ემოციების გახსენებისთვის, დაუვიწყარი ემოციებისთვის და თეთრი და კეთილი შურით თუ შეიძლება ადამიანს შესრულდეს ისე ეგ არის, რომ მართლა მოგიწიათ ამ ეპოქალურ ადამიანთან ესეთი მჭიდრო ურთიერთობა და ამ მომენტის გადაბარება, როგორც იყო სამების საკათედრო ტაძრის გახსნა. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ყავით. დროში მოგზაურობაში ვსაუბრობდით, ჩვენი გადაცემის ფორმატში ვსაუბრობდით სამების საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიალზე და მთავარი დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი სიხარულიძე გახლდათ ჩვენი სტუმარი. გადაცემის გამეორებას მოისმენთ 4 შაბათ საღამოს 7 საათზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ კი ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.